მარნეულელი აზერბაიჯანელებისთვის კი ახალი წელი ორჯერ დგება 21 მარტს და 31 დეკემბერს. ორივე დღესასწაულზე იდენტური კერძები მზადდება, ტრადიციები კი განსხვავებულია. მათ არ იციან მეკვლეობა და ბედობა, თუმცა სადღესასწაულო განწყობა ყველა ოჯახში იგრძნობა. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უმეტესობა 21 მარტზე იმობს, რადგან მიაჩნიათ, რომ ახალი წელი მაშინ დგება, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უთანაბრდება. ნუნა სამხარაძე და ლელა ხარშილაძე მარნეულიდან. ჯაჰანბებიან ფლოვის მომზადება დილიდან დაიწყო. ამბობს, რომ ისი არც ერთი დღესასწაული ჩაივლის ეს კერძი რომ არ მოამზადოს. მენიუში, რომელიც საახალწლოდ სპეციალურად დგება, ტოლმა, ხანგალი, ბოზბაში და ფთით შედის. ტკბილეულებიდან კი სუფრაზე აუცილებლად ფახლავა და შაქარ-ბურა უნდა იყოს. ახალი წლის დადგომა აზერბაიჯანელებისთვის ტრადიციული წესებით ისეთი დახუნძლული არ არის, როგორც ქართველებისთვის. სხვა ტრადიციულ კერძთან ერთად ახალ წელს ბადს აუცილებლად ვკლავთ, რადგან ზაფხულში მისი ხორცი არ იჭმება. ხაჭაპურსაც ვაწყობთ, ეს ქართველებიდან გადმოვიღეთ. ყველამ ვიცით, რომ ეს ახალი წელი ქრისტიანულიათ, თუმცა ჩვენც აღვნიშნავთ, მაგრამ ჩვენთვის ნოვრუზი უფრო მნიშვნელოვანია. მართალია 31 დეკემბერს 12 საათამდე ველოდებით ახალი წლის შემოსვლას, მაგრამ მერე სტუმრები არ მოდიან, როგორც ქართველებშია მიღებული. ჩვენ არ ვიცით მეკვლეობა, ბედობა და ძველი ახალი წელი.